ატლანტის ოკეანეში მდებარეობს ადგილი, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ვერასდროს ნახავს. არა იმიტომ, რომ მისი მონახულება აკრძალულია, არამედ იმიტომ, რომ ის ძალიან შორსაა. წმინდა ელენა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული დასახლებული კუნძულია. ადამიანთა უმეტესობამ მისი სახელი ისტორიიდან იცის, თუმცა ისტორიის წიგნების მიღმა იმალება რეალობა, რომელიც სრულიად განსხვავებულია. ამ ეპიზოდში გაიგებთ, როგორ ცხოვრობენ დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ კუნძულზე, რა ფასი აქვს ასეთ სიმშვიდეს და რატომ უწოდებენ კუნძულზე მდებარე $100 მილიონი ღირებულების აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე უსარგებლოს. წმინდა ელენა ატლანტის ოკეანეში მდებარე მცირე ზომის კუნძულია. ის ყველა კონტინენტისგან საკმაოდ შორსაა. კუნძულის დასავლეთით სამხრეთ ამერიკა, აღმოსავლეთით კი აფრიკა მდებარეობს. თუმცა კუნძულსა და ამ კონტინენტებს შორის მანძილი ათასობით კილომეტრია. ფაქტობრივად, წმინდა ელენა ყველასგან და ყველაფრისგან იზოლირებულია. ადმინისტრაციულად კუნძული ამაღლების კუნძულთან და ტრისტან და კუნიას არქიპელაგთან ერთად დიდი ბრიტანეთის საკუთრებას წარმოადგენს. რუკაზე ეს კუნძულები ისე გამოიყურებიან, თითქოს მათ შორის მანძილი ძალიან მცირეა, თუმცა რეალურად ეს ასე არაა. ამ კუნძულებს მხოლოდ მათი წარმოშობა აერთიანებს. ისინი ოკეანის ფსკერიდან ამოიზარდნენ. წმინდა ელენას კუნძული უძველესი ვულკანის მწვერვალს წარმოადგენს, რომელიც მილიონობით წლის წინ ზედაპირზე ამოვიდა. სწორედ ამიტომ არის კუნძულის რელიეფი ასეთი არაბუნებრივი. კუნძულის შიდა ნაწილი ამაღლებული და მწვანეა. ტემპერატურა იქ უფრო გრილია, ხშირია მცენარეულობაც, რაც უფრო ახლოს მიხვალთ სანაპიროსთან, მით მეტად იცვლება ლანდშაფტიც. გამწვანებული კუნძულიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში კუნძული მშრალ, ციცაბო ფერდობებად იქცევა. გეოგრაფია აქ ყველაფერს განსაზღვრავს. წმინდა ელენას კუნძულზე ცხოვრება მარტივი არასდროს ყოფილა. დანარჩენ სამყაროსთან კავშირის დამყარება მუდმივად წარმოუდგენელ ძალისხმევას მოითხოვდა. ისტორიას თუ გადავხედავთ, ნახავთ, რომ წმინდა ელენას კუნძული პირველად მე-16 საუკუნის რუკებზე გამოჩნდა. პირველად ის პორტუგალიელმა მეზღვაურებმა შენიშნეს. იმ დროს კუნძულს მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავდა. გემები აქ მხოლოდ მცირე ხნით სასმელი წყლის შესაგროვებლად ან უკეთესი ამინის მოლოდინში ჩერდებოდნენ. მრავალი ათწლეულის განმავლობაში წმინდა ელენას კუნძული დაუსახლებელი იყო, მაგრამ ოკეანეში მოგზაურობის პოპულარობის ზრდასთან ერთად კუნძულის მნიშვნელობაც გაიზარდა, რადგანაც ის ევროპის, აფრიკისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტების მახლობლად მდებარეობდა. მე-17 საუკუნეში ბრიტანეთმა წმინდა ელენას კუნძული მიითვისა. ამ მომენტიდან მისი ბედი სამუდამოდ შეიცვალა. წმინდა ელენა მალევე ინდოეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან დაბრუნებული გემების რეგულარული გაჩერების პუნქტად იქცა. დროთა განმავლობაში კუნძულმა მუდმივი საზოგადოება შექმნა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები კუნძულზე სამუდამოდ საცხოვრებლად რჩებოდნენ. მეზღვაურებმა, ვაჭრებმა, ჯარისკაცებმა და დაქირავებულმა მუშებმა ახალი კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. მუდმივი მოძრაობის გამო კუნძულზე საკმაოდ მრავალფეროვანი მოსახლეობა შეიკრიბა, თუმცა ასეთი შორეული ადგილის კეთილდღეობა მთლიანად გლობალურ საზღვაო მოძრაობაზე იყო დამოკიდებული და ეს ფაქტი მოგვიანებით მის უდიდეს სისუსტედ იქცა. მე-19 საუკუნის დასაწყისში წმინდა ელენას კუნძულმა მოულოდნელად გლობალური მნიშვნელობის ადგილის სტატუსი მიიღო. საქმე ისაა, რომ ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ევროპული ძალები სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ სჭირდებოდათ ადგილი, საიდანაც გაქცევა შეუძლებელი იქნებოდა. არჩევანი წმინდა ელენას კუნძულზე შეჩერდა. კუნძული ევროპისგან, მოკავშირეებისგან და ნებისმიერი საზღვაო მარშრუტისგან შორს იყო. ნაპოლეონი აქ მკაცრი ბრიტანული ზედამხედველობის ქვეშ ჩამოიყვანეს. ის სანაპიროდან და პორტიდან მოშორებით მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ცხოვრობდა. მან სიცოცხლის ბოლო წლები იზოლაციაში, ავადმყოფობასა და ფიქრში გაატარა. 1821 წლის მაისში ნაპოლეონ ბონაპარტი კუნძულზე გარდაიცვალა. ეს შემთხვევა კუნძულის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად იქცა. კუნძულის სახელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის უკანასკნელ დღეებს სამუდამოდ დაუკავშირდა. თუმცა ნაპოლეონის გარდაცვალების შემდეგ წმინდა ელენას კუნძული თითქოს ყველამ დაივიწყა. 1869 წელს სუეცის არხის გახსნამ მსოფლიო ვაჭრობა სამუდამოდ შეცვალა. ახლა გემებს ატლანტის ოკეანის შუაგულში გაჩერება აღარ სჭირდებოდათ. ამიტომ კუნძულზე ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. პორტმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა. ეკონომიკა თითქმის მთლიანად ჩამოინგრა. კუნძული, რომელიც ოდესღაც გლობალური ვაჭრობისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა, ახლა უკვე არასასურველი გახდა. წმინდა ელენას კუნძული სტრატეგიული ცენტრიდან თანამედროვე სამყაროს ზღვარზე არსებულ შორეულ ავანპოსტად გადაიქცა. დღეს კუნძულზე 4000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ამ ადამიანთა უმეტესობა ერთმანეთს იცნობს და ისინი ერთმანეთთან ოჯახის წევრებისა და მეგობრების მეშვეობით არიან დაკავშირებულნი. კუნძულის მოსახლეობა ბრიტანელი და პორტუგალიელი კოლონისტების, აფრიკელი, ინდოელი და ჩინელი მუშების შთამომავლები არიან. ამ ნაზავმა შექმნა ადგილობრივი იდენტობა, რომელიც ევროპისა და აფრიკისგან საკმაოდ განსხვავებულია. კუნძულის მთავარი ქალაქი ჯეიმსთაუნია. ოფიციალურად ის კუნძულის დედაქალაქად ითვლება. სინამდვილეში ის უფრო წყნარ დასახლებას ჰგავს. ჯეიმსთაუნი ვიწრო ხეობაში, ციცაბო კლდეებს შორის მდებარეობს. ქალაქის გაფართოება ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია. მრავალი წლის განმავლობაში ეს ადგილი კუნძულის ერთადერთ კარიბჭეს წარმოადგენდა. წმინდა ელენას
კუნძულზე ცხოვრება ნელა მიმდინარეობს. აქ დანაშაული იშვიათად ხდება, რადგანაც ადამიანები ერთმანეთს იცნობენ და ენდობიან. ისინი მანქანებს ღამით არ კეტავენ. ბავშვები მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე ქუჩებში თავისუფლად დადიან. თუმცა იზოლაცია ყოველთვის გარკვეულ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული. სამუშაო ადგილები ცოტაა. ადამიანები ხშირად მთელი ცხოვრება ერთი და იგივე პროფესიით მუშაობენ. ამიტომაც მაცხოვრებელთა უმეტესობა კუნძულს ტოვებს და საზღვარგარეთ სამუშაოდ მიემგზავრება. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქტების უმეტესობა იმპორტულია, კუნძულზე ცხოვრება ძვირია. იზოლირებული ადგილმდებარეობის გამო ფასები არასტაბილურია. არის შემთხვევები, როდესაც ძირითადი საჭიროების პროდუქტები თვეების განმავლობაში მიუწვდომელია. კუნძულზე არსებული ინტერნეტი საკმაოდ ნელია. ეს ყველაფერი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ახალგაზრდები თავს გარე სამყაროსგან მოწყვეტილად გრძნობენ. მიუხედავად ამისა, კუნძულის მოსახლეობა რთულ პირობებს მუდმივად უმკლავდება. ლაშქრობა, თევზაობა და დაივინგი თავისუფალი დროის გატარების მთავარი საშუალებაა. კუნძულზე ხშირად იმართება ადგილობრივი ღონისძიებები და მცირე ზეიმები, რაც საზოგადოების დაახლოებას ხელს უწყობს. აქ ცხოვრება ბალანსია მშვიდობასა და შეზღუდვებს, უსაფრთხოებასა და იზოლაციას შორის. თანამედროვე ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში წმინდა ელენას კუნძული გარე სამყაროსთან მხოლოდ ზღვით იყო დაკავშირებული. კუნძულზე მოხვედრა სამხრეთ აფრიკიდან გემის საშუალებით შეიძლებოდა. მოგზაურობას რამდენიმე დღე სჭირდებოდა. ამის გამო კუნძულზე აეროპორტის აშენების იდეა 10 წლეულების განმავლობაში განიხილებოდა, მაგრამ პროექტი რეალობად მხოლოდ 2016 წელს იქცა. აეროპორტი კუნძულის აღმოსავლეთ მხარეს აშენდა. თავიდანვე ეს საინჟინრო გამოწვევა იყო. შეზღუდული სივრცე, არათანაბარი რელიეფი, ძლიერი ქარი და ახლომდებარე ალტერნატიული აეროპორტების არარსებობა მშენებლობას ბევრად ართულებდა. საბოლოოდ, აეროპორტის მშენებლობის საერთო ღირებულებამ 280 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა, რაც რამდენიმე ათასი ადამიანისგან შემდგარი საზოგადოებისთვის უზარმაზარ თანხას წარმოადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ძლიერი გვერდითი ქარი დაშვებას საკმაოდ ართულებდა, რაც დიდი ზომის თვითმფრინავების გამოყენებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა. ამიტომაც კუნძულზე მუდმივად მცირე ზომის თვითმფრინავები დაფრინავენ, რაც მგზავრთა საერთო რაოდენობას მკვეთრად ამცირებს. ეკონომიკური თვალსაზრისით აეროპორტი წამგებიან პროექტად ითვლება. სწორედ ამიტომ მას ხშირად მსოფლიოში ყველაზე უსარგებლო აეროპორტს უწოდებენ, მაგრამ წმინდა ელენას მოსახლეობისთვის აეროპორტი ნამდვილი საჩუქარი გახდა. მათ ახლა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა ბევრად სწრაფად შეუძლიათ. გაიზარდა ტურისტთა რაოდენობაც. ვიზიტორები ამ ადგილას მაქსიმალური სიმშვიდის მოსაპოვებლად ჩამოდიან, რაც არ უნდა იყოს. წმინდა ელენას კუნძული მასობრივი ტურისტული დანიშნულების ადგილი ვერასდროს გახდება და შესაძლოა ეს მისი ძლიერი მხარეც იყოს. საბოლოოდ, ეს არის ადგილი, სადაც სამყარო ბევრად მშვიდი, ნელი და უფრო რეალური ჩანს.